ჩვენს პირველ სტუმარს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში დატვირთული დღის მიუხედავად. მოკლედ, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ახსენეთ დღეს ბრიფინგზე. გულისხმობთ შემოსავლის მქონე პირებს, რომლებიც მაინც იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში. როგორ ფიქრობთ, რატომ სურთ ამ შეძლებულ ოჯახებს ბაზაში ყოფნა? რა ბენეფიტის მომტანია მათთვის ამ ბაზაში აღრიცხვა? მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. მართლაც საყურადღებო თემაა. თქვენს მაყურებელს მივესალმები და ახლა რაც შეეხება საკითხს. პირველი რაც ალბათ აღნიშვნას იმსახურებს, ეს არის რომ ამ მიუხედავად ამ ანომალიური მოვლენებისა, ასე ვთქვათ, როგორც დღეს ამას დავარქვით, მართლაც რომ ადამიანებს, რომელსაც რეალურად აქვთ ძალიან მაღალი შემოსავლები და პრაქტიკულად შეძლებულ ოჯახებად შეიძლება ჩაითვალოს. ახლა ოჯახი, რომელსაც აქვს მაგალითად რამდენიმე ათეულათასიანი შემოსავალი თვეების განმავლობაში, მას ბუნებრივია, რომ არავითარი მიზეზი არ უნდა კონდეს, რომ ის ჩართული იყოს სოციალურად დაუცველ ოჯახად ჩაითვალოს და შესაბამისად სახელმწიფოსგან ღებულობდეს რაიმე სახის შემწეობას, ან თუნდაც არ ღებულობდეს, იყოს ასეთ რეესტრში რეგისტრირებული და შემდეგ მაგალითად სარგებლობდეს ცალკეული სოციალური შეღავათებით. მოგეხსენებათ, რომ მაგალითად თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სოციალურად დაუცველად ვინც ითვლება, მათთვის ბუნებრივია გარკვეული უკეთესი შეღავათები არის გათვალისწინებული. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ ძალიან მოკლედ რო ვთქვა, სოციალური სამართლიანობა შეიქმნას, ხო, ქვეყანაში არსებობდეს სისტემა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები ხმარდება სწორედ მათ პირველ რიგში, ვისაც ყველაზე მეტად ეს უჭირს. როგორც ეს კანონმდებლობამ გადაწყვიტა, კანონმდებლობაში არის მოგეხსენებათ გათვალისწინებული მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც ოჯახები, ვისაც ეკუთვნის თანხა, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ისინი მოწმდებიან მთელი სისტემა კრიტერიუმებისა, რომლის მიხედვითაც იწერება ქულები და თუ რაღაცაზე მეტი თუ არ აქვთ ქულა, ასეთ შემთხვევაში მათთვის გათვალისწინებულია გარკვეული ანაზღაურება. აი თუ მეტია ამ შემთხვევაში, გარკვეულ შემთხვევაში რაღაც შეღავათებით ესენი სარგებლობენ ეს ადამიანები, თუმცა რაღაცაზე მეტი ესე უკიდეგანოდ ვერ იქნება, ვისაც არ აქვს ასე ვთქვათ მხარდაჭერის საჭიროება, ბუნებრივია ასეთი ადამიანები არ უნდა ირიცხებოდნენ ბაზაში. ეხლა რაც შეეხება, ნახეთ რამ შექმნა ეს პრობლემა. პრობლემა შექმნა იმან, რომ მაგალითად კოვიდის დროს მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მორატორიუმი გავრცელებულიყო, ანუ არავინ არ გადამოწმებული იყო. ისე სტანდარტულად, აი ხო დღეს რომ მოვიდეს ოჯახი, რომელიც თქვათ შეიძლება აქვს დიდი პრობლემები სხვადასხვა მიზეზთა გამო, აი ამ კრიტერიუმებით შეაფასეთ და პირობითად ვამბობ, აქ ქულა მაგალითად 50,000, მეტი არა. შესაბამისად მას ენიშნება შემწეობა, მაგრამ ღმერთმა მისცეს და თუ შეძლებს რომ ის ამოვიდეს ამ სიღარიბიდან, მაგალითად მუშაობა დაიწყოს, ხელფასი გაეზარდოს, შემოსავალი კონდეს, ასეთ შემთხვევაში მას ხო აღარ ჭირდება ასეთი შემწეობა. აი ასეთ შემთხვევაში სტანდარტულად რომ არა მორატორიუმი, რომ არა მილიონი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით და სხვადასხვა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენ დაუყოვნებლივ როგორც კი ჩნდება გარკვეული ქონება, გარკვეული უპირატესობა, გარკვეული ხელმოკლეობიდან თუ გამოვიდა ეს ადამიანი, ბუნებრივია ამას ვამოწმებთ სტანდარტულად და აი ეს პროცესი იწყება რეალურად, როდესაც ჩვენ ვაპირებთ, რომ იქ სადაც სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგალითად შემოსავლების არსებობის გამო, მაღალია ალბათობა, რომ ამ ოჯახებს აღარ სჭირდებათ ასეთი შემწეობა, ბუნებრივია ასეთ დროს ჩვენ დავიწყებთ მათ შემოწმებას, გამოვლინდება კონკრეტული პირები და შესაბამისად ვისთანაც მისაღებია გადაწყვეტილება, რომ ისინი უნდა დარჩნენ იგივე ქულით, ისინი დარჩებიან, ვისაც მაღალი შემოსავლების გამო, მაგალითად მაღალი შემოსავლების გამო ეს აღარ ეკუთვნის, ასეთ შემთხვევაში მას გაუქმდება რეგისტრაცია. მოკლედ მივყვეთ აი დეტალურად, აი კიდევ რა პრობლემები გამოვლინდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ანალიზის შედეგად სოციალურთა დაუცველთა ბაზაში. ანუ რა არის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესის მთავარი გამსაზღვრელი მიზანი? მიზანი არის ზუსტად ეს, რომ თანხა, რომელიც გათვალისწინებულია ამ ხალხის მხარდასაჭერად, ის იხარჯებოდეს მაქსიმალურად ეფექტიანად. ანუ ის რეალურად ხმარდებოდეს სწორედ იმ ადამიანებს, მხოლოდ იმ ადამიანებს და მთლიანად იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და შესაბამისად არ იფლანგებოდეს თანხა სხვებთან მიმართებაში. აი ამიტომ ბუნებრივია ჩვენ აუცილებლად ვალდებულები ვართ, რომ ეს პროცესი წარმართოთ მაქსიმალურად ეფექტიანად, თითოეული
თითოეულ ადამიანთან მიმართებაში ზუსტად განსაზღვროთ, ვის რა ეკუთვნის კანონმდებლობის მიხედვით და დავდოთ სრული სურათი. შესაბამისად, ეს რთული პროცესია, სხვათა შორის არ არის მარტივი პროცესი და შესაბამისად გარკვეული, რამდენიმე თვე დაჭირდება, მაგალითად, რამდენიმე ათეული ათასი ოჯახის შემოწმებას. ვფიქრობთ, რომ ზაფხულისთვის უფრო ცხადად გვეცოდინება, მაგალითად, დიდ რიცხვებზე შეგვიძლია გავიდეთ. თუმცა ეს აქტიურად დაიწყება პირველივე ეტაპიდანვე, ვთქვათ, უკვე თებერვლის ბოლო დღეებიდანვე, ბუნებრივია, რომ ჩვენ გვექნება გარკვეული შედეგები. შემდეგ ეს გაჩნდება მარტში და ასე შემდეგ. ეს სამუშაო პროცესია. მოკლედ, მთავარი სიახლე, რაც გახლავთ ის, რომ ამ დრომდე თუ კი მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, ძალიან მიზერულ შემთხვევებში ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება, ამ შემთხვევაში ეს იქნება, ერთგვარად შეგვიძლია ასეც დავარქვათ, პროაქტიულ რეჟიმში წარიმართება. პროაქტიული რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ დაველოდებით, მაგალითად, მცირე შემთხვევებს ან თვითონ მომართვას ოჯახისას რომ გადამამოწმეთ, არამედ ჩვენ აქტიურად, ვისაც გამოუჩნდება, მაგალითად, ცალკეულ ბაზებში, მაგალითად, მაღალი შემოსავალი, ვისაც მაგალითად სავარაუდებელია, რომ მაგალითად მისამართი, რომელზედაც ის ამ დრომდე შეფასდა, იქ აღარ ცხოვრობს, გადასულია რეალურად საცხოვრებლად სხვაგან. ასეთ შემთხვევაში ესეც გადამოწმების საფუძველია, იმიტომ რომ ჩვენთვის შეიძლება ეს იყოს მანიშნებელი, რომ გარკვეული პირობების გაუმჯობესება მოხდა და პიროვნება სხვაგან გადავიდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რასაკვირველია, ვითარება იქნება ადგილზე შეფასებული, შემოწმებული და ბუნებრივია, რომ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილებებიც. კი ბატონო, თანხების გაფლან გვახსენეთ, იცით რა მაინტერესებს? 2012 წლის შემდეგ ქულის ზღვარის ორჯერ გაზრდამ რამდენად გააძლიერა სოციალური მხარდაჭერა და რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტური რესურსების არამიზნობრივ გამოყენებად? იცით რა არის, გადაწყვეტილების მთავარი мотиваცია გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს თუნდაც შეიძლება ვთქვათ ნაკლებად მოწყვლაც, მაგრამ როდესაც იზრდება სახელმწიფოს სოციალური პაკეტი, ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, რა თქმა უნდა, იგივე მაგალითად 2016 წელს იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება. როდესაც იზრდება, ასე ვთქვათ, თამასა და მეტ ადამიანს ვეხმარებით, ეს თავისთავად ცუდი არ არის. აქ მთავარია უბრალოდ, რომ არ გამოგვრჩეს მხედველობიდან, არ გამოიპაროს ისეთი წრე ადამიანებისა, ვისაც არ ეკუთვნის ასეთი ანაზღაურება. ამიტომ პირიქით, სახელმწიფოსგან ამ თამასის გაზრდა რეალურად იყო პოზიტიური ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად. უბრალოდ აქ კოვიდმა, მორატორიუმმა, გარკვეული ასე ვთქვათ, სირთულეები განაპირობა. თუმცა აქვე რა არის, ეს თემა ზოგადად ხშირად გამხდარა ესე პოლიტიკური ინსინუაციების მიზეზი. და ხალხმა, რომელმაც გადასარევად იცის ეს სისტემა, მაგალითად პოლიტიკოსებმა, რომელიც ხშირად თავს გვესხმიან და ესე მოარულად აკეთებენ განცხადებებს, რომ თითქოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიუხედავად ამდენი და ამდენი ადამიანი არის რეგისტრირებული რეესტრში და ასე შემდეგ. ნიშნის მოგებით ამბობენ ამას, თუმცა თვითონ გადასარევად იციან, რომ ეს არის აბსოლუტურად манипуляციური ინტერპრეტაცია, ასე ვთქვათ, გარკვეული ფაქტების. და რას გულისხმობ? იციან გადასარევად, რომ რეალურად მაგალითად ეს ზღვარი რო არ გაზრდილიყო 2012 წლის შემდეგ ორჯერ მათ შორის. დღეს რიცხვი, მათ შორის ამ არანორმალური შემთხვევების მიუხედავად თუნდაც კოვიდის, თუნდაც მორატორიუმის, ყველაფრის მიუხედავად, იქნებოდა არა 185,000, არამედ 120,000. სხვათა შორის ბევრად ნაკლები, ვიდრე 2012 წელს იყო იქ ადამიანი რეგისტრირებული და ოჯახი. ამიტომ ყველას უნდა შევახსენო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ითქვას, რომ ქვეყანას აქვს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარება საბედნიეროდ და ეს ეკონომიკური განვითარება ხმარდება ადამიანების კეთილდღეობას. რეალურად ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს ამ გაზრდილი დაფინანსების, გაზრდილი მხარდაჭერის პირობებშიც კი რეალურად ბაზა არის ისეთი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ქვეყანა ერთის მხრივ განვითარდა, ქვეყანას აქვს მეტი შესაძლებლობა, რომ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად ეს სჭირდება, დაეხმაროს სწორედ ასეთ ხალხს. აქედან გამომდინარე ძალიან მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ იგივე პოლიტიკური თავდასხმების მიზეზი, რაც გამხდარა ამ ბაზასთან დაკავშირებით, რეალურად ეს იყო თავიდან ბოლომდე მტკნარი სიცრუე. მაგრამ რასაკვირველია, რომ ჩვენ ვხედავთ სამომავლო პერსპექტივებსა და განვითარების შესაძლებლობებს, როგორი უნდა გახდეს ეს მთელი ეს ბაზა რეალურად უფრო სრულყოფილი და უფრო მეტად დაზღვეული ყოველგვარი შეცდომებისგან. ასე რომ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ესე იგი ადამიანები, რომლებიც თავის დროზე როცა დარეგისტრირდნენ ბაზაში, დაუშვათ ეს იყო 2019 წელი.
და დარეგისტრირდნენ და მათ ჰქონდათ ნაკლები შემოსავალი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ COVID პანდემიის პერიოდის შემდეგაც მათ შეიძლება მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდათ, მათ აქვთ შემოსავლები, ვიღაცა მუშაობა დაიწყო, ვიღაცას გარკვეული, ასე ვთქვათ, შემოსავალი გაუჩნდა. აი ამის მიუხედავად, ისინი ამ დრომდე რჩებოდნენ ამ ბაზაში. ახლა რასაკვირველია, მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ ამას ყველაფერს გადავამოწმებთ და ამის შემდეგ გვეცოდინება, ვინ უნდა დარჩეს ამ ბაზაში, ვის აღარ აქვს უფლება რომ რჩებოდეს ამ ბაზაში და შესაბამისად უნდა შეუწყდეს ასეთი სტატუსი. კი ბატონო, თქვენ შედეგიც ახსენეთ შერჩევის და მანამდე მინდა გკითხოთ, COVID პანდემიის პერიოდში მოქმედმა მორატორიუმმა რატომ ვერ უზრუნველყო პარალელურად მინიმალური კონტროლის მექანიზმების შენარჩუნება, რათა ბაზაში არ დარჩენილი იყვნენ უკვე გამოკვეთილი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახები და ამ ეტაპზე რა გარანტიები არსებობს, რომ მიმდინარე გადამოწმების პროცესი იქნება გამჭვირვალე და არ გახდება პოლიტიკური გავლენების ან შერჩევითი მიდგომის საგანი. გავიგე. პირველ რიგში საქმე იმაშია, რომ პანდემიის დროს გვახსოვს რა იყო მდგომარეობა, როგორი იყო მდგომარეობა. დღეს შეიძლება ისე შევაფასოთ, ასე ვთქვათ, და სხვადასხვა მოსაზრების საგანი იყოს, ასე ვთქვათ, იმ მორატორიუმი გამოცხადებული და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი რამ მნიშვნელოვანია, რომ ის რაც დღეს შესაძლებელია, მე ვფიქრობ მაინც, რომ ალბათ 2020 წელს, როდესაც პანდემია მძვინვარებდა, ესე მარტივი არ იქნებოდა. ბუნებრივია, სოციალური წნეხიც იყო გარკვეულ ოჯახებზე და ბუნებრივია, როგორც ჩანს, ამან განაპირობა, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება თავის დროზე, მაგრამ დღეს